შევა თუ არა მთავარი ოპოზიციური პარტია პარლამენტში, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი რეგიონებში თანაპარტიელებსა და მხარდამჭერებთან კონსულტაციებს აგრძელებს. ნიკა მელია მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს იმ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელა, რომლითაც ოლიგარქის რეჟიმს დაუპირისპირდებიან. Აქ არ ეხება მხოლოდ საუბარი საკითხს თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უახლოეს პერიოდში ნაციონალური მოძრაობა, არამედ სხვა კიდევ უფრო მნიშვნელოვან საკითხებს ვეხებით, რომელიც გულისხმობს შემდეგს, რას და რა გეგმით უპირისპირებთ რეჟიმს, რომელმაც ამოწურა საკუთარი რესურსი. ეს არის შემიძლია ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. და გასაგებიც არის ჯერა ყველასთვის, რომ ასეთი და ამ ტიპის შეხვედრების გარეშე გუნდი საერთო სტრატეგიაზე ვერ დაარსა და არ ყალიბდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარდამჭერებმა ღიად დააფიქსირეს, რომ ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლას ემხრობიან. მათი შეფასებით პარტიამ ბრძოლა საკანონმდებლო ორგანოდანაც უნდა გააგრძელოს. მივიღეთ შეთანხმება, რომ პარლამენტში აუცილებლად უნდა შევიდეთ, შევქმნათ დისკომფორტი ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ოლიგარქს და ვიბრძოლოთ შემდეგი გამარჯვებისთვის. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს როგორც პარლამენტში, ასევე ქუჩაში და ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მივიღოთ აუცილებლად ის გადამწყვეტი ბრძოლისთვის სამზადისი, რომელიც ბრძოლა ჩვენ გამარჯვებას მოგვიტანს ქართულ ხალხთან ერთად. მნიშვნელოვანია ამ ადამიანების აზრის გათვალისწინება, იმიტომ რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ამ ადამიანების კისერზე გადაიარა იმ მძიმე რეპრესიებმა ყველა არჩევნება და ესენი არიან ადამიანები, ვინც ნაციონალური მოძრაობის ყველაზე მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენენ. გორის რაიონულ ორგანიზაციაში შეხვედრამდე კი ნიკა მელია ქვემო ქართლში იმყოფებოდა. პარტიის ლიდერები თვლიან, რომ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა კოორდინაცია მოახერხონ და ერთობლივად დაუპირისპირდნენ ოლიგარქს. დაისახა მომავლის გეგმები და ჩვენ ყველა ძალიან იმედიანად, ძალიან გაბედული ნაბიჯებით დავიწყებთ ბრძოლას და აუცილებლად გავიმარჯვებთ და დავამარცხებთ ამ ერთ-ერთ საშინელ ძალას, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ესე მიწასთან გაასწორა. საკმაოდ დიდხნიანი, საკმაოდ არგუმენტირებული შეხვედრა გაიმართა და ღრმად ვართ დარწმუნებული, ნაციონალური მოძრაობა ყველა გადაწყვეტილებას მიიღებს ფართო ჩართულობით, ესე და ყველა გადაწყვეტილება იქნება რაციონალური, რომელიც ადგება ჩვენს ქვეყანას. რეგიონალური შეხვედრები კი თელავიდან დაიწყო. პარტიის თავმჯდომარე კონსულტაციების გაგრძელებას გეგმავს და ხვალ უკვე იმერეთში ჩავა.